უცუდია სხვა თემა, მაგრამ ასე. არა, ეს ეხლა ეს ჩემი გასაჩევი არა. ბიჭო, ეხლა რომელი ქართველი გაბედავდა ამის თქმას, რომ არა, ჯერ უნდა ვიცხოვრო ხალხთან რამოდენიმე წელი და მერე შევერთო ცოლა. გაგიტეხავდნენ თავს, რომც გეფიქრა ასე. ხო და შეიცვალა ეს ყველაფერი. შეიცვალა ეს რომ ცხოვრება რომ იცვლება, ჩემო კარგო, ფილმიც იცვლება. თუ არ შეიცვალა ფილმი და თეატრი, შენ რომ ცხოვრება გეცლება, მაშინ ის დარჩება ყალბი. და დარჩება სიაფანტიას ჩვენებურად. ამიტომ ეს დამსნელი ის არის. თეატრიც შეიცვალა? დაეწია თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს თეატრი? თუ სადღაც მაინც შუაშია. ვერანაირი მე ასე მგონია, ვერანაირი ხელოვნებად ვერ დაეწევა ცხოვრებას. ცხოვრება ისე იცვლება, ისე ყოველდღიურად იცვლება, ყოველწუთიერად იცვლება ადამიანების ურთიერთობები. ყოველწუთიერად შეიძლება ის რასაც ჩვენ ადრე სიყვარულს ვეცავთ დღეს სიცილი ხდება ვიღაც. ის რასაც შენ დღეს რაღაცა მშვენიერს ეძახ. ჩვენ რას წავიდეთ შორს? შემოვიდა სიტყვა სექსუალური. ახლა თუ ადრე იყო ქალს რომ მეტყოდი რა მომხიბლავი ხარ და რა მშვენიერი ხარ და ახლა რომ რა სექსუალური ხარ, ესე იგი ჩვენებურად რო ვთქვა რა ესთვის საჭირო. აბა რა სექსი სიტყვა რას ნიშნავს? იმდენად დაიკარგა, იმდენად გადასვაფერდა, იმდენად დაიკარგა ეს დაუშვათ ესე ვიწყეს ხუმრობის სექსოლოგია და ესე გადო ქალს სიამოვნებს, ბატონო თქვენ კაი სალოგინი ხართ რომ მეტყვი. აბა რა არის? კაი სექსუალური ხალხი ხარ. სხვა რა სიტყვა ეგ არის? ესეც იქიდან შემოვიდა დაუშვათ. ქართული კაცისთვის ეხლა ეს არ ვიცი მე მისახები რა არის და რა არ არის, მაგრამ ასე შეიცვალა ყველაფერი. ასე რომ ცხოვრების და ხო შეიძლება ისეთი საშინელება სიტყვა შემოვიდეს აქ. დრო დაჩქარდა? ამბოლ დროს უამრავი ადამიანი წუწუნებს. არა, წუწუნებს კი არა, მაგას ახალი წელი მოვიდა, გამგიჟდი რა. მე რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, გარეთ გავდივარ ხოლმე რაღაც ახალზე და რაღაც შუქს ანავანთება ჩავდი, მგონია რომ მე გუშინ გავაკეთე. და ეს მგონია რომ გავაკეთე, თუ მე შაშან გამიგეთებია. და შესაძლებელია ამანაც გამოიწვია ის რომ ვერ ეწევა ადამიანი ამ დროის ისრაფეს. ალბათ, რა ვიცი, ეს ძალიან რთული ის არის, რა ქვია, თემა. მე კი არა ასტროლოგები ვერ არჩევენ ამას, ალბათ. ფაქტი ის არის, რომ რთულია იყო მსახიობი. ძალიან. რა არის ყველაზე დიდი სირთულე? მე გეტყვი რა არის. საერთოდ მარტო სცენაზე კი არა. მე ვაფასებ ადამიანში ყველაზე დიდი, რაც მე მომწონს ადამიანში და მიყვარს არის გულწრფელობა. როგორც კი შენ დაიწყებ იმის ჩვენებას, აი ჩვენ საუბარში და უკეთესად გინდა შენი თავი წარმოადგინო და მაჩვენო ის შენ არა ხარ შეიძლება შემძულდეს კაცი. იმიტომ რომ იმას მე რატო ვგონი რომ კრედინი დაუშვათ. ეს ერთი. მე ამაზე დაბას ავიდან, მაგრამ ასეთი არა გულზე და კვეხარა ხალხი არ მეყვარს, კვეხარა ხალხი. მე იცი რა გამიგეთებია მე იქ აი სულ ვითამაშე და სასაცილოა ეს ყველაფერი. არაფერი ამ ქვეყანაზე ყველაფერი გაკეთებულია და დამთავრებული. ბიბლია დაწერილი და მორჩა ახლა ამის იგი ვერაფერს ვერ დაწერს ვერავინ. დამთავრდა ახლა. ხო და შენ ვიღაცად მოვაჩვენო თავი, ამიტომ გულწრფელობა არის ულამაზესი თვისება. მე რატომ ვამბობ აი ხანდახან მსახიობის და რეჟისორის ურთიერთობას შეიძლება დასვამდი ამ კითხვას, მაგრამ რა რითი არის იცი საინტერესო და რთული, ძალიან რთული. სულიერი გაშიშვლება არის გაცილებით უფრო რთული, რთულია ავტორად. ვიდრე ფიზიკური გაშიშვლება. ფიზიკური გაშიშვლება არაფერი უნდა გაიფის. რა იყო რა არის ასაცილო გეტყვი რა ტრუზიკი ვაწვია ბიჭო რა ამბობდა მე. სვაზე არ გინახია კაცო შეიძლება. აი სულიერი სიშიშვე როცა მსახიობი და რეჟისორი ერთად არიან. და მე მსახიობმა შეიძლება ისეთი რაღაცეები ამოვიღო შიგნიდან რომ გულის ამრევიც კი იყოს. იმიტომ ადამიანი ყოველ ლამაზი არ არის მარტო. ადამიანში იმდენად უბედურება და შემტერს ეს რომ გააშიშვლოს. და როცა შენ ამას აშიშვლებ და რეჟისორს ამის ჯერა და ამაზე შიგნითაც კი არ გაიცინოს, იმიტომ რომ და არ გაუკვირდება, იმიტომ რომ როგორც კი შენ რაღაცა გაგიკვირდება არტისტი ესეთი აპატიეთ რა გოთვერანია იმ წუთში ხდება შენ რაღაცა შეგვიგეპარება. ამიტომ ეს რთულია, გახსნა არის შიგნიდან რთული. და თუ არ გაიხსენი ნამდვილად და თუ გულწრფელად არ გააკეთე შენი გასაკეთებელი საქმე. ლამაზად კი არა. იმაზე კი არ ვიფიქრო, ახლა მოდი ამას ლამაზ, თუმცა არის ერთ-ერთი კომპონენტია ზოგი საკითხი იმუშაობს. მე რაც მე არ მესმის, მაგრამ შენ თუ
გულწრფელი ეს ბოლომდე იქენი, რა თქმა უნდა, რთულია. რთულია, ეს ფიზიკასთან არის დაკავშირებული. ეშინია მსახიობს ამ დროს. მისი სულიერი სიშიშვლის. რომ სწორად ვერ გაიგოს მაყურებელმა, სწორად ვერ აღიქვას ახლა რეჟისორმა. უყურერაშია საქმე, რა ვაბანკზე უნდა წავიდეს. თუ ყალბი არ არის, ეს კარგი შესახედია. ძალიან გულისამრევით რო ამოიღო. თუ ნახდია. და როგორც კი თამაშს იწყებ და იქეთ არ ახარ, აქედან ლამაზად გინდა წარმოვაჩინო შენი შიგნით რაც აქ დაუშვა, რავია თუ კარგი ახლა მე მივაბიჯინდი ამ ძილი. მაშინ რა თქმა უნდა ულამაზოა, მაგრამ თუ ნახდათ არის გაკეთებული. მამაკაცი როგორ ტირის გინახია? რეალურ ცხოვრებაში? ცხოვრებაში. ჯვარი წერია ყველას, აი ბანაშვიძე, მე არ ვიზახე ახლა ვიღაცა თამთან შემიყვარება, არა, მაგაზე უკვე. როცა დიდი ტკივილია, დიდი განსაცდელია. როგორი ლამაზი შესახებია, იცი? ლამაზი როგორი მშვენი, ესთეტიურია. განგაწყობს თავისკენ და ინცუჩი თავისიანი ხდება. ინცუჩი მაგისიანი ხდება. მაყურებელს ამჩნევთ სცენიდან. ანუ რაღაცა დონეზე გონებრივად აკონტროლებს მსახიობი თავის თავს თუ ბოლომდე როლში. არა, ხო და იმას გეუბნები, უნდა გააკონტროლოს. იმიტომ რომ თუ არ გააკონტროლოს, შეიძლება არაესთეტიური გამოვიდეს. მსახიობის პროფესია დაფასებულია საქართველოში. გააჩნია რას ვეძახით დაფასებას. თუ შენ მატერიალური გაქვს? არა. და თუ ხალხის სიყვარული გაქვს? კი. მე მიგზნია ეს. არტისტი რო გაიჯგიმება, რომ მე ესა ვარ და იცით, აი პოზაში რაგიც ახლა მაგრამ იცით, ალბათ თქვენ ვიტყვი რა სიაპანტია. მე შვილი ან შვილიშვილი მსახიობი